Აი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მასწავლებელი და დღეს ლიპარას გეუბნება, ეს კი ზვიად რატიანია, ქართველი პოეტი, თარგმნელი, თავისუფლების და ქვეყნის მოყვარი ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე უკანონო პატიმარია და რამდენიმე თვეა უკანონო პატიმარია ჩვენი ქვეყანას. თითქმის 1 წელია და დღეს მინდა ამ დღესთან დაკავშირებით ზვიადის ერთი ლექსი წავიკითხო, რომელიც დიდი ხნის წინ დაწერა და თითქოს წინასწარმეტყველებს დღევანდელობას. ზვიად რატიანი, ნეგატივი 20 წლის შემდეგ. ჩვენ ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ, დახმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს, არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც თუ კი დაგვიჯერეს გამოვარიდებთ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს საკუთარ წვენში, ვინც ვიხარშებით და ხანდახან თუ კი ხმამაღლა, რამე დაგვრცდება მხოლოდ ვიწრო შინაურ წრეში და ისიც მაშინ თუ სასმელმა გაგვაამაყა. ჩვენ, ვინც არასდროს ავტოზულ ვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ, ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას, როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ, ვინც დიდხანს არ ვის უჩერდებით სალაპარაკოთ, განსაკუთრებით თუ კი სურვილს თვითონ იჩენენ, ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ. ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს, არც სხვას დავიხმართ, მით უმეტეს თუა ნაცნობი, ვინც მუდამ ვცდილობთ არავისგან გავირჩეოდეთ, არც სისუსტით და მთავარია არც ვაშკაცობით, ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე უსმენთ ყოველთვის, რომ მეზობელმა არ გაიგოს ქვეყნის ავკარგი, ჩვენც რომ გვადარდებს და როდესაც იქ უცხოეთის სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი, უпроსტად კი დასამალი არაფერია, ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავა გუგუნებთ და ვაღებთ ფანჯრებს, ვინც ვიცინით, როცა მღერიან და მაშინ მღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს. შვილო, ჩვენ განა გაჩენიდან ასე ვიყავით, დედის მუცლიდან აკვნიდანვე კი არ შეგვახმა, შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი, შენ ეს თვალები 20 წლის წინ უნდა გენახა, ან თებულების სიამაყით შავმეწამული დროშების ქარში ბნელ ქუჩებში, როდესაც გშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით, ენა მამული სარწმუნოება, შავლეგ შენი, სულ შენი ბრალია ყველაფერი, ჩვენს სასმხიაროს, შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები და გაგვახედე უფსკულისკენ სამოთხიაო, ჩვენ ვიწამეთ და გვიხარო და როგორ მრავლდებით, როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ დარწმუნებულნი, რომ ლოცულობ ჩვენი ლოცვები არ დარჩენილან უპასუხოდ მალე ისმინეს, ანუ მალევე დავაჩერდით ტყვით მოცელ ჭაბუკს, რომელიც იცინოდა პირველს მიასეს და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვიდით ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლდით, აყოლეთ გულისრებას ყველა იმედი, ყველა ოცნება, საკუთარ თავს სიტყვა მივეცით, რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით, ამ დაცინვისთვის ისარგებლად ჩვენი სიბეცით და ჩვენი ხელით მოისურვა გამოსაშვები მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა განტვირთვა, გადახალისდა მიწა, მისი მიწა მკვდარი ბავშვებით, ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა ყველა ჩვენს გარდა, ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა, რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვევით და ასე ხვდებით უკვდავები ნუ გეცინება. ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველოს ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით, როგორ ვუმზერდით, როგორ წმენით რამდენიმე წამებულ შეშლს, რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები, ხოლო წვერები თითო წყვილი ყვითელი ეშვი, ისინი მოკვდნენ საზეიმო, თითქოს ელოდნენ და ბოლოს მისვე უხილავი ჩვენთვის ნიშანი, უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი მღეროდით, ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი და დავიშალეთ და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ, ხმას არასოდეს შევუერთებთ შეშლ ფანტომებს, მთელ უკვდავებას მრავლის მეტყოლ დუმილში გავლებთ და არსად გარდა სიზმრებისა კვალს არ დავტოვებთ, ხოლო სიზმრებში იქ ვერასოდეს თავს ვერ დავაღწევთ იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად ახალი სისხლი, თბილი სისხლი წვეთავს ტალახზე, სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან და აღვიძებენ იმ სიზმრებში, ისევ განგაშის მჭახი და სისხლის გამყინავი რეკენზარები და ისევ პალტოს საყელოში, როგორც სანგარში, თავჩარგულები ბნელ ქუჩებში მივიპარები და ვცდილობთ დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს, ფრთხილად ვაბიჯებთ, იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს, უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმარ, ჩვენ კი ჩუმად ვართ, ისევ ყვირის, ისევ სიჩუმე. აქ მთავრდება ზვიად რატიანის ნეგატივი 20 წლის შემდეგ და აქ არ მთავრდება საქართველოს ამბები, თავისუფლება სინდისის ტყვეებს და თავისუფლება საქართველოს. აბა, დროებით.